მოგესალმებით. მინდა კომენტარი გავაკეთო იმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს საქართველოში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ინტერესებში, ჩემს ინტერესებში როგორც პრეზიდენტის არის ქვეყანაში სტაბილურობა. ჩემს ინტერესებშია, რომ გასული წლის ოქტომბერში არჩეულ მთავრობას კონდეს საშუალება იმუშაოს შეფერხებების გარეშე, განახორციელოს ის პროგრამა, რომელსაც ის დაპირდა ქართულ ხალხს, ამის პარალელურად ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესი, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, გაფართოვდეს და გაუმჯობესდეს პერსპექტივა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მომავალი დღისთვის. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ არასოდეს არ ქონია სურვილი საქართველოს მთავრობისთვის პრობლემის შექმნის. მე თავიდანვე განვაცხადე და ვადასტურებ, რომ არანაირი გეგმა რაიმე სახის მთავრობის დათხოვნის მე როგორც პრეზიდენტს ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების, იმ კონსტიტუციით, რომლითაც აირჩა ეს უმრავლესობა და მაშინ მათ ეს კონსტიტუცია არ გაუპროტესტებიათ ერთი ხელაც კი, მე არანაირი სურვილი ამ უფლების გამოყენების არ მაქვს, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა მათ მიცა ოქტომბრის არჩევნებზე მანდატი უმრავლესობით მართვის, მაგრამ ამავე დროს ქართულ ხალხს მათთვის არ მიუცია იმ არჩევნებზე კონსტიტუციურ უმრავლესობა. ამგვარად ქართულმა ხალხმა თქვა, რომ მოდით მართეთ ქვეყანა, მაგრამ ასევე ქართულმა ხალხმა თქვა, რომ შეინარჩუნეთ კონსტიტუცია, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლო, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მასმედია და არავის არ შეეძლოს მისი ხელში ჩაგდება, ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი თვითმმართველობა, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეხედულებები და ეს ინტერესები ქართული საზოგადოების ნამდვილად არ შეცვლილა ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად ძალიან ცხარე პოლიტიკური დებატებისა. დღეს ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რაღაც პრობლემები შევხვდით მოლაპარაკების პროცესში. მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა თვითონ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ახლანდელი თავმჯდომარის მოლაპარაკებები, ორი დავითის მოლაპარაკებები ძირითადში მიდიოდა კონსტრუქციულად, მე ვიყავი ამ მოლაპარაკების ნაწილი და მონაწილე და მინდა დავადასტურო, რომ ძირითადი ხედვა ჩვენი ემთხოვდა, სწორედ იმ საკითხებზე, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრე და ჩვენ გვსურდა, რომ ეს ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ მიუღებელია ის, რომ თითქოს ჩვენ როგორც მთავრობა, ჩვენ როგორც ერთი მხრივ როგორც მთავრობა და მეორე მხრივ ჩვენ როგორც მე როგორც პრეზიდენტი და ასევე საპარლამენტო უმცირესობა ცდილობდნენ რაღაც სახის სხვა გარიგებებზე გასვლას. კერძოდ, გაისმა მოსაზრება თითქოს საქართველოს პრეზიდენტი მე ვითხოვდე რამე გარანტიებს ჩემი პირადი ხელშეუხებლობის ან მთავრობის ყოფილი წევრები ან პარლამენტის წევრები ითხოვდნენ ასეთ გარანტიებს. მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ. ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს მე მთელი მსოფლიოს თვალწინ საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი. ის არ გაუქმებია, როგორც წესი, ასეთ რაღაცას უგან არ იხევს და გამომიტანა ეს განაჩენი იმის გამო, რომ მე დავიცავი ჩემი ქვეყანა. მე ჩემ მეგობრებთან ერთად, ქართველ ერთთან ერთად გადავარჩინე საქართველო. აბა თქვენ მართლა გონიათ, რომ რუსეთმა ამხელა ომი ატეხა და თავის თავს ზიანი მიაყენა, მხოლოდ იმის გამო, რომ იგივე ტერიტორია ეკონტროლებია, რომელსაც მანამდე ისაც აკონტროლებდა. დიახ, მან საჯაროდ მომისაჯა მე სიკვდილი. ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ვიღაც ადგილობრივი წვრილმანი შანტაჟისტების, როცა არ შემეშიდა ბევრად უფრო სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი პირდაპირ სასიკვდილო განაჩენის. უხერხულია და სასაცილოა. ჩვენ მეც და ჩემ მეგობრებს ჩვენ შეგვაფასებს და ჩვენი საჯული არის მხოლოდ ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორია. და არა რომელიმე ახლა ყოფი პროკურორი ან რომელიღაც გამომძიებელი ან რომელიღაც პარლამენტის წევრი. ამიტომ ეს ლაპარაკი გვერდზე უნდა გავთოთ. ისევე როგორც მე სრულიად არ მივიღებ იმას, რომ თურმე ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას. სიტყვა ამნისტია ნაციონალური მოძრაობის და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის არის მიუღებელი და შეურაცხყოფელი. რა თქმა უნდა, არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ვინც შეიძლება რაღაც მოტივებით ითხოვდეს ნაციონალური მოძრაობის
აქტივისტების და ნაციონალ მოძრაობის ყოფილი დაკომპლექტებული ყოფილი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების დასჯას. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, იმიტომ რომ პუტინმა ჩვენ გამოგვიცხადა ომი არა მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ მოწონდი, არა იმის გამო, რომ მე არ მოწონდი, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ბოლო 9 წელიწადში პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თუ თავს დავანებთ ბალტიის სახელმწიფოებს, შევქმნით თანამედროვე სახელმწიფო. და ამ ხალხმა შექმნა ეს თანამედროვე სახელმწიფო. მოგწონთ თუ არ მოგწონთ. გესიამოვნებათ ეს თუ რასაც გეტყვით თუ არ გესიამოვნებთ, მადლობას იმსახურებს ეს ხალხი. და არა ყოველდღიურ პოლიტიკურ დევნას. მე ვარ ვალდებული გითხრათ სიმართლე. და ამიტომ ერთადერთი რასაც ჩვენ ვაუბრობთ, რომ უნდა შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათეულობით 1000 ადამიანის, რომელიც ამდენი წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნის საკითხს. ეს არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის განცდისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მაგრამ ყველაზე მეტად ეს არის საფრთხე, როდესაც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს მასობრივი დაპატიმრებები. როდესაც გვეუბნებიან, რომ მასობრივად ოპოზიციის წევრებს უნდა აეგზელოთ თურმე 5 წლით თანამდებობის დაკავება. ამას ყველაფერს უდის აშკარად დაკრავს ელფერი ქვეყანაში ოპოზიციის როგორც კლასის განადგურების ცდილობის. და მინდა თქვა შემდეგი რამ. 90-იან წლებში ჩვენ უკვე გქონდა შანსი ბალტიის ქვეყნებთან ერთად, რომელთანაც ერთად ვიბრძოლით დამოუკიდებლობისთვის, ჩავჯდარიყავით იმ მატარებელში, რომელიც მიგვიყვანდა ევროკავშირში და ნატოში. მაშინ ჩვენ აღმოჩნდით ჩათრეული სამოქალაქო ომში, შიდა დაპირისპირებაში, უბედურებაში, ქაოსში, წყდიათში, კორუფციაში და ჩვენ მატარებელი გავიდა ისე და ჩვენ დავგტოვა იმ პლატფორმაზე, სადაც ვიყავით. შემდეგ მრავალი წელი ვიშრომეთ, რომ იქიდან აუძვრალიყავით. ახლა გაჩნდა შანსი, გადის ახალი მატარებელი. ერთში შეხედან ნატოს ასპირანტი ქვეყნები, ბალკანეთის სახელმწიფოები და საქართველოს აქვს ბილეთი აღებული ამ მატარებელზე, ნატოს დოკუმენტებში ასე წერია და მეორე მატარებელი, რომელიც გადის ევროკავშირისკენ და აქ უკვე მოლდოვასთან ერთად გვაქვს ჩვენ ბილეთი. მაგრამ თუ ჩვენ გავაგზავნეთ ამ გზით სიარული, თუ ჩვენ საქართველოში მოვინდომეთ უახლოეს თვეებში პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, თუ ჩვენ საქართველოში ვიარეთ ასეთი მაცდუნებელი, მაგრამ ასეთი არასწორი გზით შურისძიების, პირადი ამბიციის დამკომაყოფილების, ვიღაცაზე უპირატესობის ასეთი მეთოდებით მოპოვების, მაშინ ჩვენ ამ ბილეთსაც გაგვიუქმებენ და ეს ორივე მატარებელი გავა ისევ საქართველოს გარეშე. ჩვენ ამ წლების შრომის შედეგად მე ვარაუდობდი, რომ დავასრულებდი ჩემ პრეზიდენტობას იმით, რომ ვილნიუსის სამიტზე წელს მოლდოვასთან ერთად საქართველოს მიიღებდა ევროკავშირის პერსპექტივის განცხადებას, რაც მომავალში აჩენდა პოტენციურ შესაძლებლობას, რომ გამხდარიყავით ევროკავშირის წევრების კანდიდატები, რაც არის ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალება საქართველოს, ესე იგი მთელი ეს რეფორმირებული ჩვენი ქვეყანა მოგვეთავსებია უსაფრთხო გარემოში და ჩვენ გქონდა რეალისტური შანსი 2014 წელს მოხვედრილიყავით და გვაქვს ჯერ კიდევ მოხვედრილიყავით ნატოს გაფართოების შემდეგ ტალღაში. თუ ჩვენ ამ მატარებლებიდან ჩამოგვსვეს, მაშინ ერთადერთი ჩვენი მომკითხავი ამ დაცარიელებულ პლატფორმაზე. რაც არ უნდა დეკლარაციები ვაკეთოთ, რა ელჩებიც არ უნდა გავაგზავნოთ, რა დელეგაციებიც არ უნდა ვაგზავნოთ, ერთადერთი ჩვენი მომკითხავი იქნება ჩვენი ქვეყნის ბოლო საუკუნეების დამპყრობელი, გამანადგურებელი და მიწასთან გამსწორებელი. აი ეს არის რისი თავიდან აცილებას მე მსურს. გავდოთ გვერდზე ნებისმიერი პოლიტიკური ამბიცია, ან ნებისმიერი ჩემი რაღაცა პირადი სიმპათიები თუ ანტიპათიები. ამდენი წელი ვაშენებდით საქართველოს უსაფრთხო ევროპულ მომავალს. აი ამ ყველაფრით, რასაც ახლა უყურებთ, ამ რიტორიკით, რასაც ვისმენთ, იმ ყველაფრით, რაც ყოველდღე ხდება, ამ დაბარებები, დაკითხვები, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასი, რომელიც უნდა და ის დაგვედება ვალად, რომელიც გადახდა მოხდებათ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. და ისინი არ გვაპატიებენ, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღევანდელ დღეს შეთანხმება, ვერ მოვახერხეთ საკუთარ თავზე ამბიციებზე მაღლა დადგომა და ჩვენი ქვეყნის გულისთვის ყველანაირი ბოღმის, გაბოროტების გვერდზე გადადება და ერთად დადგომა. და მეორე, მე ვიცი, რომ ვიღაცებს შეიძლება უხაროდეს კიდევაც აი ეს დევნა, აი ვიღაცას დაიჭერენ, მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვიც უხარი, რა გიხარიათ ერთი რა. ხვალდაზე აქ, თუ საქართველოში აღარ იქნა არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია, თუ აღარ იქნა დამოუკიდებელი სასამართლო, თუ აღარ იქნა დამოუკიდებელი მასმედია.
თუ აღარ იქნა არც ერთი სხვა ალტერნატიული საშუალება, რისკენაც მოგვიწოდებენ. და ხვალ თქვენი ვისაც კონკრეტულ ადამიანს მოერტყოთ, ვისაც გუშინ შეიძლება ეს გაგხარებოდათ. ხვალ თქვენი რო არ მოეწონოთ, რაღაც თქვენი მოქმედება რო არ მოეწონოთ. სად გექნებათ საჩივრელი და სად გექნებათ მისამართი? ხო რეალურად თქვენ ზუსტად ასევე დაგჩაგრავენ ან გადაგივლიან, როგორც ამას თქვენ იწონებდით შეიძლება ამ კონკრეტულ გარემოების გამო. ამიტომ დემოკრატია არის ყველასთვის. თავისუფლება არის ყველასთვის, მოგწონს თუ არა ერთმანეთი. ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა მოგწონდეს დემოკრატია. ჩვენ შეიძლება არ გვიყვარდეს და მართლა შეიძლება ზოგიერთ გძულდეს ერთმანეთი. მაგრამ ჩვენ არ შეიძლება არ გვიყვარდეს და გძულდეს ჩვენი სამშობლო. სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი პრაგმატული სასიცოცხლო ინსტინქტის და ინტერესის გამო რომ საქართველოში იყოს თავისუფლება და დემოკრატია, ახლა უნდა ვიპოვოთ რამენერად საერთო ენა და შევძლოთ რაღაც სახის შეთანხმების მიღწევა. ჩვენ გახსნილი ვართ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ სასახლის კარები ღია შედგომ მოლაპარაკებისთვის. ერთი წუთით უფლება არა გვაქვს უკან დავიხიოთ დიალოგის პროცესიდან. დიდი მადლობა.